ой, случилось-то. Es la lamaziva. Es la filtrichal. Oh. Κάτι хочу улыбнуться. Ამას არა უშავს. აქ წამწამებია მიხატული მხოლოდ, ხო? ეს ფილტრია ნამდვილად. ეს მე ვარ. როგორ ხართ? ესე იგი მოვედი და ველოდები, ეს ლუკას ყურსასმენია, ჩემი შვილის. ჩემი ყურსასმენი არ ვიცი სად არის. ამიტომ ავიღებ ხოლმე ლუკას ყურსასმენს და მაქვს ხანდახან ხედავ ხოლმე რომ მიყურებს ხალხი ეს ყურსასმენი რომ მიკეთია. აი ესეთი ხო, სხვათა შორის კარგი ყურსასმენები აღმოჩნდა ახალწელს ვაჩუქებ ბავშვებს ყველას ყურსასმენები. ყველას არა, დიდებს. ლილუს და ლუსის სხვა საჩუქრები შეხვდათ. რა უნდა ვეთქვა საერთოდ რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ხალხი მოკროვდა არ იყვნენ და ახლა მოკროვდა ხალხი. აქ მოვედი კარპუსა და ველოდები ლინები უნდა წავიღო ბავშვებს. წავიყვანე ბაღში. ინტერნეტი არ მაქვს მობილურზე. უცნაური ხსნობაა. პირველად მოხდა ისე, რომ სახლში მაქვს ინტერნეტი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ მობილურის ინტერნეტით ვიყავით ყველა. ხო და ახლა მობილურზე იგივე აღარ მიყიდია და უნდა მოვიფიქრო, ცოტა ისე ხანდახან გადავჭირდეს რომ მქონდეს. ხო, დილიდან ხასიათი გამიგვიჭრა. ზოგადად არ ვარ ვადევნებ ხოლმე თვალყურს, რაღაცა მე ისბრძოლებს, ფეხბურთს და მსგავს რაღაცებს, მაგრამ იმდენი ვიდეო შემხვდა ბოლო დროს და მეც რა თქმა უნდა მიხარია ქართველების წარმატება. პირველად ადრე რამდენიმე წლის წინ ვუყურე ამ ბრძოლებს თამაშებს ვეძახი მაინც რაღაც თამაშები. და დღეს ისე დამწყდა გული, აი ისე დამწყდა, თან ბავშვს ვაცმევდი, ამზადებდი ბაღისთვის და ვიცმევდი და თან ვუყურებდი და ნერვები დამაწყდა, თავის ტკივილით გამოვედი გარეთ. ისე მეწყინა მოკლედ, აი ხა წააგო მაინც და მაინც. როცა ერთადერთხელ ვუყურე, არასდროს არ მიყურებია და იმდენი ვიდეო შემხვდა, იმდენი არის ძალიან კარგი ადამიანი ჩანს, აი ძალიან უწევს მისი საუბრები, ასრულება, ქცევა, ყველაფერი და მეწყინა მოკლედ რა და წუხვალ რომ ეს არ იყო კარგი შედეგი, მაგრამ რა უშავს. თავარი არის რომ ეს ადამიანი კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში, თავის ცხოვრებაში. ხო, ხალხი დამწყდა გული დილიდან. მე ბოლო დროს რაღაცა ცალკე უნდა ჩავწერო ეს ვიდეოები, რაც ეხება ორ საკითხს, ორ მოვლენას, ისეც რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გავიგე და მოსვენება დავკარგე. აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს. უბრალოდ ახლა ისე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა და ამ ვიდეოში არ მინდა ცალკე უნდა იყოს რომ და თქვაც დავაწერო ესე რა ამ თემაზეა. ხო. ესე არ ვიცი. ძალიან დავიღალე ამდენი ცუდი ამბებით, ამდენი
არ ვიცი, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ, თავს როგორ გრძნობთ. მე ესე თავის ტკივილებით დავტიროშ. თავი მტკივა გამოდმებით, ბოლო დროს თავი მტკივა გამოდმებით. მაგრამ შენ ძლიერი გოგო ხარ ლიკუნა. უნდა გავუწყო თავის ტკივილს. ასე რომ არ ვიცი ადამიანებო ეცადეთ რომ თუნდაც მოწყენილს დაინახავთ ის კი არ ვთქვათ აი რატო ხარ მოწყენილი და რაღაცა თუ გაქვთ კომუნიკაციის სურვილი და ყურადღებას გამოხატავთ, მაშინ უბრალოდ რაღაცით გაახარეთ, გავიცი, მხიარულეთ, რამე კაი ისტორია მოუყევით, ასე დაპატიჟეთ, რა ვიცი, რამე. მაგრამ თან ეს ვერ ვსუნთქავ ნორმალურად, რა ვიცი, გაციებულიც არა ვარ. თითქოს, მაგრამ გაციებულით ვარ. სადაა ჩემი გულები? ამ ზაფხულს ახლა ვფიქრობდი, აი საერთოდ არ იქნება ამ ზაფხულს და აი დიდი კითხვის ნიშანი, ესეთი დიდი კითხვის ნიშანი და მე პატარა კითხვის ნიშნები ქვევით სანამ ბოლომდე და ეს არის ფიქრები, კითხვის ნიშნები. აი ესე დამეხატა გონებაში და მე ვიფიქრე რომ მეთქი ამაზე აღარ ვიფიქრებ. სახლიდან გადავედით ეს თეორია. სიამოვნებით გაგიზიარებდით როგორი იყო სახლის ძებნა და როგორ გადავედი და რაღაცა დეტალებში არ მინდა უბრალოდ ძალიან ხასიათი რო არ გაგიფუძოთ. მაგრამ გეტყვით რომ 1000 ლარზე ნაკლებად, აი ელემენტარული პირობები რომ არის 1000 ლარზე ნაკლებად, ელემენტარული პირობებში გულისხმობ წყალი, საერთოდ რო არ იყოს რაღაცა და უბრალოდ შესაძლებელი გქონდეს 1000 ლარზე ნაკლებად ვერ ნახე და ახლა 700 ლარად და 750 სტანდარტული არის რატომღაც იყო. აი როგორიც იცით ამეჯის გარეშე საშინაო ბენზური არ ვიცი ვინმე თუ აქირავებს სუფთას რაღაც რაც მე და ჩემ მარზალმა ნახეთ იყო საშინელება მოკლედ და თან ბავშვები როცა ისეთ სახლს ვნახავდი რომელიც იყო ნორმალური და ვრეკავდი რადგან ბავშვები მყავს ყველა უარს მეუბნებოდა ზოგი პირდაპირ ზოგი რაღაცა მიზეზებს იგონებს ზოგი რაღაცა და არ ვიცი თქვენი არ ვიცი, მაგრამ ბავშვებიც ადამიანები არიან, სრულუფლებიანი წევრები, სამყაროსი და იმათაც სჭირდებათ თავშესაფარი და სახლი და როცა ოჯახი არის, რა თქმა უნდა, ხო. მიპოვეთ სახლი. გადავედით, მაგრამ ჯერჯერობით აი რატო ხარ დღეს კი არ მიპოვია უკვე ორ კვირაზე მეტია სამი კვირა იქნება, მაგრამ შეგვების პროცესში შეგვიჭირდება მოკლედ. ესე, წავედი მოკლედ ბედნიერ დღეს გისურვებთ. მოვუწყდით ერთმანეთს ძალიან გულგრილი ამბები მესმის რაღაცა და მე ცოტა ისე ვხსნავ თავს და მინდა რომ რაღაცა დადებითი და პოზიტიური ვუთხრათ ერთმანეთს. ვუთხრით ერთმანეთს რა კარგი სიტყვები. რაღაცები ეს სიტყვები დაწერეთ. დიახ, ბედნიერი დღე.